რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პროცესები მნიშვნელოვნად აისახება მედიის მდგომარეობაზე. პოლიტიკურმა პოლარიზაციამ მივიყვანა იქამდე, რომ მედია აქტიურად აღმოჩნდა ჩართული ამ მოვლენებში და აღმოჩნდა ჩართული არა როგორც პროცესების უბრალოდ გამშუქებელი და მოსახლეობისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ძირითადად ტელევიზიები და ონლაინ მედია არის ხარე. ეს სერიოზულად აზიანებს ჟურნალისტის როგორც პროფესიის რეპუტაციას და ანგრევს ჟურნალისტიკას მთლიანად. ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ, რომ აქტიურმა პოლიტიკურმა პროცესმა ჟურნალისტები ერთმანეთს დააპირისპირა და პოლიტიკოსების მიერ ჟურნალისტების გამოყენებამ უკვე ფართო ინსტრუმენტალიზაციის სახე მიიღო. ეს ანგრევს ჩვენი პროფესიის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობას. წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ყველაზე სანდო პროფესია იყო ჟურნალისტი, სამწუხაროდ დღეს ასე აღარ არის და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია მეორე ნაწილის მიერ მოწონებული ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მათ მიერ სტუდიაში მოწვეული სტუმრებიც. ეს მთლიანად აისახება პროფესიაზე და შემდგომ უკვე ჟურნალისტების ერთმანეთთან დაპირისპირება გადმოდის საზოგადოებაზე. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაც დგას და მიზანმიმართულად ცდილობს ჟურნალისტების მეშვეობით საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას. ჩვენ ვხედავთ ტელევიზიებში, როგორ შუქდება პროცესები. აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა, რომ იყო ფაშიზმის და ბოლშევიზმის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, დღეს სრულად არის აღუდგენელი საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, როგორც ცდილობენ მედია საშუალებები ცალკეული პოლიტიკური ძალების აგიტაციას, მათი პოლიტიკური დღისწესრიგის აგიტაციას და ამავდროულად როგორ არის ჩართული ყველა პროპაგანდაში, ოღონდ პროპაგანდაში იმ თვალსაზრისით, რაც მისი, ასე ვთქვათ, შინაარსში რაც არის, როგორ დამალონ და ამბავი და როგორ თქვა ნახევარსიმართლე. ამიტომ უპირველესად საზრუნავი არის ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის და მე როგორც ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ისეც ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი პროფესიის პრესტიჟს და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი გავიაზროთ უპირველესად და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი პროფესიისთვის და პროფესიის დანიშნულება და ვალდებულებაა ჩვენი, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მიუკერძოებელი ინფორმაცია, მიუკერძოებლად მივაწოდოთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია ობიექტური ვერ იქნება, თითოეული ჩვენგანი ვართ სუბიექტი და შესაბამისად გვაქვს ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულებები, მაგრამ ამისთვის არსებობს საავტორო გადაცემები, რომელშიც შეუძლია წამყვანს გამოთქვას თავისი მოსაზრება და სტუმართან საუბრის დროს ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მაგრამ არსებობს საინფორმაციო გამოშვებები, რომელშიც არ შეიძლება ხარეები არ წარმოაჩინო და ცალკეულ ხარეს, ასე ვთქვათ, მიანიჭო გარკვეული უპირატესობა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გაქვს კეთილგანწყობა. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსების დამოკიდებულებას ცალკეული ჟურნალისტების და წამყვანების მიმართ, დამოკიდებულებას მედია საშუალებების მიმართ, ვისმენთ განცხადებებს მედიის დახურვის, მედიის აკრძალვის და ასე შემდეგ შესახებ. ეს არის კატასტროფა, როდესაც საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, გნებავთ პოლიტიკოსი იყოს ეს და გნებავთ უბრალოდ ცნობადი სახე და აცხადებს, რომ მას მომავალში მისთვის სასურველი იქნება, რომ რომელიმე მედია საშუალება დაიხუროს. არც ერთი ხელისუფლების პირობებში, რაც საქართველოში იყო 10 წლეულების განმავლობაში, არ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების როგორი კეთილგანწყობაც არ უნდა გქონდეს მის მიმართ ჩვენ გადადგმული ნაბიჯი მედიის წინააღმდეგ სასიკეთოდ შეიძლება წაადგეს საზოგადოებას. არ შეიძლება ამ მიმართულებით მედია საშუალებები უბრალოდ თვალს უჭავდნენ, თავს იყრუებდნენ, ვითომ არაფერი ხდება, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა კარგად ხვდებით, რომ ეს ყველაფერი აისახება ჟურნალისტების ურთიერთ დამოკიდებულებაზეც. და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა, მედია მენეჯერებმა უპირველესად სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინონ,
რომ ისინი დღეს არიან მედია მენეჯერები, მედიის დამფინანსებლები, დამფუძნებლები, მაგრამ ამავდროულად არიან ჟურნალისტების დამსაქმებლებიც. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, მათ მომავალს გაუფრთხილდნენ. ადამიანები შეიძლება სხვადასხვა მედია საშუალებებში მუშაობდნენ და ეს არ უნდა გახდეს მედიის წარმომადგენლების დაპირისპირების საფუძველი. ვიღაც დღეს მუშაობს ერთ მედია საშუალებაში, ვიღაც სხვა მედია საშუალებაში და ხვალ შეიძლება საერთოდ გაცვალონ როლები და გადაინაცვლონ სხვა, როგორც ხდება ბოლო წლებში განსაკუთრებით, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ამიტომ მაქსიმალურად თქო ჟურნალისტებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ ურთიერთდაპირისპირებისგან და ურთიერთლანძღვისგან. არ ის არც ერთ პოლიტიკოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა იმათ, რომ ჟურნალისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ჟურნალისტების კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მედია საშუალების დაფუძნების უფლება აქვს აბსოლუტურად ყველას. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზიების გაცემის უფლებამოსილება ჩამოერთვა, ანუ ციფრული მაუწყებლობა დაფუძნდა, საქართველოში ყველას აქვს ტელევიზიის გახსნის უფლება, ყველას უნდა მანამდე გაზეთის გამოცემის უფლება და სააგენტოს დაფუძნების უფლება. ამ შემთხვევაში ჩვენი პროფესიის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუბრალოვდა და აღმოჩნდა, რომ ყველა ვისაც უჭირავს მიკროფონი, ვისაც უჭირავს დიქტოფონი, ან ვისაც შეუძლია რაღაც ინფორმაციის გამოქვეყნება რომელიმე სააგენტოზე, ირქმევს ჟურნალისტს და ეს ასე არ არის. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ყველა შეუძლია კლინიკის გახსნა. ნებისმიერ ადამიანს, მეც, თქვენს, ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია გავხსნათ ნებისმიერი ქირურგიული იქნება, სტომატოლოგიური იქნება თუ სხვა კლინიკა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავასაქმოთ იმ კლინიკაში ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, რომელსაც არ აქვს გავლილი რეზიდენტურა, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც არ აქვს ლიცენზია. და ეს მოთხოვნა არის კანონში. მე იმას არ ვამბობ, რომ ეხლა ყველა მედია საშუალება ვალდებული გახდეს, რომ აუცილებლად ლიცენზირებული ჟურნალისტები ყავდეს. ეს საქართველოში არ არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავივლით ამ წლებს ისე, რომ ეს საჭირო არ გახდება. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ჟურნალისტებს ელემენტარული კვალიფიკაცია არ აქვს. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, მუდმივად ისმის ტელევიზიიდან. შეუძლია თუ არა პრეზიდენტს დაითხოვოს პარლამენტი. ეს არის ისეთი შეკითხვა, რომელსაც პასუხს სცემს საქართველოს კანონმდებლობა. და ნებისმიერ ჟურნალისტს რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად პოლიტიკოსებისთვის ამ შეკითხვის დასმის ნაცვლად, რომ ჩაეხედა ამ კანონმდებლობაში, ნახავდა, რომ პრეზიდენტს ახალი არჩევნების დანიშნის უფლება აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილება უწყდება მოქმედ პარლამენტს. ხოლო მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის ვერ ამტკიცებს მთავრობას. ეს არის გაწერილი კონკრეტულად. ამავდროულად პრეზიდენტს შეუძლია ახალი არჩევნების დანიშნა, ზოგადად არჩევნების დანიშნა იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილება იწურება, ან ახალ არჩეული პარლამენტის არჩევნებისთან დაკავშირებულ შემაჯამებელ აქტს ვერ გამოსცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ჩვენ ვნახეთ პროვოკაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, როდესაც შემაჯამებელი ოქმი უნდა მიეღო, რაც მოხდა და რა მიზანსაც ემსახურებოდა ყველასთვის სრულიად ნათელია, ასევე როდესაც საერთო სასამართლოები გააუქმებენ საარჩევნო უბნების გარკვეულ ნაწილს, რომლის შემდეგაც უკვე არჩევნები ჩატარებულად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ რაოდენობრივად ის აღარ იქნება ლეგიტიმური და არის კიდევ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების არ ჩატარებულად ცნობის შესახებ. წესით ეს ყველა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს და შეკითხვები აღარ უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს დანიშნოს ვადამდელი ან ახალი არჩევნები. ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების დეზინფორმირებისთვის აქტიურად იყენებენ პოლიტიკოსების სწორედ იმ ჟურნალისტებს, რომელსაც არ ყოფნით ცოდნა, კომპეტენცია და კვალიფიკაცია და შესაბამისად შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მხრიდან ესენი იქნებიან მმართველი თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ხდება ჟურნალისტების დისკრედიტაცია და დაცინვა იმის გამო, რომ ისინი არაკვალიფიციურ შეკითხვებს სვამენ.
მეორე საკითხია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბოლო დღეებმა გამოაჩინა, აბსოლუტური მიკერძოებულობა. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში და რამდენიმე ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა საპროტესტო აქციებს. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ვითარდება პროცესები რუსთაველის გამზირზე. უბრალოდ 28 ნოემბერი 4 იანვრის პერიოდი. მას შემდეგ უკვე ისი აქტიური აღარ არის აგრესია არც ერთი მხრიდან. ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორი ძალადობაა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომელსაც შემდგომ მოყვება საპასუხო ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ასევე, როდესაც ჟურნალისტების კანონმდებლობის ცოდნასა და კვალიფიკაცია კომპეტენციაზე ვლაპარაკობდი, ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას სახელმწიფოს წონასწორობის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და არავის, აბსოლუტურად არავის სხვას. ჩვენ ვხედავთ, რა ჩანს კადრში ამ ტელევიზიების ეკრანებზე და გვესმის ხმა, კადრს მიღმა. პირდაპირ ეთერში რუსთაველის პროსპექტიდან აცხადებენ, აბსოლუტურად მშვიდობიანად მიმდინარეობს აქცია და თვითონვე გვაჩვენებენ ამ დროს რა ხდება რუსთაველის გამზირზე. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ამისი გაკეთება არ შეიძლება. ერთი საკითხი, რომელიც ეხება ჟურნალისტების უსაფრთხოებას და ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება. აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ არავინ არ უწევს ამ აქციებს ორგანიზებას და შემდგომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი პარტიის ოფისში დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, სხვადასხვა პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ პიროტექნიკა უბრალოდ მაშხალებია და ეს მაშხალები არაფერს არ აზიანებს და მეათე გამოვთქვი ესეთი სურვილი ბჭყალებში, რა თქმა უნდა ამის განხორციელებას არ ვაპირებ, მაგრამ ასეთი სურვილი დამიჩნდა, რომ ამერღო პიროტექნიკა რაღაც ერთ-ერთი და რომელიმე პოლიტიკოსთან, რომელიც აცხადებდა, რომ მაშხალები არის უსაფრთხო, მისულიყავი და მისთვის სახეში მესროლა და მე თქვა, გილოცავ შობა ახალ წელს. და ერთ დავინახავდი რა ხასიათზე დადგებოდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, რომელიც პირდაპირ ეთერში ეკრანზე გადიოდა, იღებდა ამას, მიუშვირა ეს პიროტექნიკა და პირდაპირ სახეში ესროლა ბესო გაფრინდაშის ოპერატორს. რომ არა კამერა, რომელმაც გადაარჩინა ფაქტობრივად ოპერატორი, ცეცხლის ბურთი სახეს მთლიანად დაუწვავდა და თვალებსაც ამოუწვავდა. ვინ აგებდა ამაზე პასუხს? უბრალო მაშხალის სროლით ჭყალებში, როდესაც დაზიანდებოდა ჟურნალისტი და მხედველობას დაკარგავდა. ჩვენ ვნახეთ არაერთი საპროტესტო აქცია წლების განმავლობაში, როგორ დაზიანდნენ, როგორ დაზარავდნენ ადამიანები. ამ საპროტესტო აქციაზეც წინასწარ იყო დაგეგმილი და ჩაფიქრებული ძალადობა. სხვანაირად, ნოემბრის დამლევს არავინ ყიდულობს უამრავი რაოდენობით პიროტექნიკას. როგორც წესი, დეკემბერში წინა საახალწლოდ ყიდულობენ ხოლმე პიროტექნიკას, ან ვიღაცა, ვისაც გონია, რომ მის დაბადებას მაშხალები არ მოჰყოლია, წელიწადის სხვადასხვა დროს აღნიშნავენ საკუთარ დაბადების დღე და ღამის 12 საათზე ფეიერვერკებს უშვებენ, კორპუსებს აზაზარებენ. მაგრამ საახალწლო პიროტექნიკას ხალხი ყიდულობს 1 ან 2 სამ წელს და მეც არა ყიდულობენ, იმიტომ რომ 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე უნდა გაისროლონ. ნოემბრის დამლევს ასეულათასობით ლარის პიროტექნიკას არავინ ყიდულობს და ოფისებში არ ალაგებს და შემდგომ ამ აქციებს არ აკეთებს მშვიდობიან აქციებს. მე ამას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არავინ, მათ შორის არც აქციის ორგანიზატორების მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიმართ კეთილგანწყობილი ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები არ იყვნენ გაფრთხილებულები თუ რა ფორმა ეკნებოდა აქციას. ფაქტობრივად ჟურნალისტები დარჩნენ დაუცველები იმ სივრცეში, როდესაც აქციის აგრესიული მონაწილეები იყვნენ დაცულები. ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღნიშნული ნიშნები, როგორცაც შემდგომ პერიოდში, შემდგომ დღეებში ისინი იყენებდნენ. იმიტომ რომ მართლა ყველა ფიქრობდა, რომ ეს აქციები იქნებოდა მშვიდობიანი. როგორც დღეს არის, როდესაც არ ჩაფხუტები ჭირდება ჟურნალისტებს და არ სხვადასხვა საშუალებები, პირბადეები თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ საყოფაცხოვრებო თუ ხელოსნებისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა, რომ არ დაზიანდნენ ისინი წიწაკის გაზის შესყურების დროს.
მაგრამ თავიდან ჟურნალისტების და ოპერატორებიც იყვნენ დაუცველები და ესეც არის ამ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ასევე მე მინდა ვთქვა ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ის რაც მოხდა გურამ როგავასთან დაკავშირებით, ეს არ იყო ძალის გადამეტება, ფაქტობრივად ჩვენ დავინახეთ, რომ სადღაც 15-20 სანტიმეტრი დააკლდა, რომ გურამ როგავა უბრალოდ იმ მომენტში დაღუპული იყო. რადგან ის იმ არაფერს მთელი ძალით რო შეხეთქებოდა თავით, რა თქმა უნდა, კისერში გადაიმტრეოდა. ამიტომაც ასეთ დროს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსაც სჭირდებათ სერიოზული მომზადება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. მით უფრო რომ ჟურნალისტი მიკროფონით იყო იმ მომენტში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტევ პირველთან დაკავშირებული ინციდენტი. ეს იყო კატასტროფა ფაქტობრივად. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტის სიკვდილს გადაურჩა. ეს არ არის გადამეტებული, იმიტომ რომ იმ მომენტში რომ არა მართლა სასწაული, იმ მომენტში შესაძლებელი იყო ჟურნალისტისთვის კისერი მოეტეხათ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ძალადობას მიმართავდნენ და ოპერატორს, რომელსაც წიხლებით შედგნენ. ეს არ შეიძლება რომ ხდებოდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ძალადობრივი აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასევე ჩვენ ყველა აქციის მონაწილეებმაც და მე ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტი ისევ ვლაპარაკობ, ჟურნალისტებმაც და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებაც, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებაც ყველაფერი უნდა ვიღოთ იმისთვის, რომ ტრაგედიით არ დასრულდეს ნებისმიერი აქციის გამართვა იქნება ეს თუ აქციის დაშლა, როდესაც ის ძალადობრივ ფორმებს მიიღებს. ტრაგედიები აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთში ხდება, შეერთებულ შტატებში ხდება და ყველგან ხდება. ჟურნალისტებს აქვთ განსაკუთრებული ცოდნა, ან უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული ცოდნა, როგორ უნდა გაშუქდეს აქციები, ისევე როგორც ომის ჟურნალისტიკა არსებობს და საგანგებოდ ასწავლიან ომის პროცესი როგორ უნდა გაშუქდეს და იქ დასვეული ნამდვილად არ არის ჟურნალისტი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟურნალისტი ვალდებულია, რომ აღნიშნული ატრიბუტიკა ჰქონდეს აუცილებლად, ჩაფხუტი იქნება ჟილეტი თუ ასე შემდეგ და ამავდროულად, რა თქმა უნდა, აქციებთან დაკავშირებითაც. გაზაფხულის აქციებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დაამზადა სპეციალური ჟილეტები, უფრო სწორედ ლოგოიანი ჟილეტები შეისყიდა და ლაბადები იმისთვის, რომ აქციის მონაწილე ოპერატორებს და აქციის მონაწილე აქციას განშუქების დროს ჟურნალისტებს და ოპერატორებს განმასხვავებელი ნიშნები ქონოდათ და შესაბამისად დაცულებიც ყოფილიყვნენ წვიმიან ამინჯი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ბოლო დღეებში ჩვენ ხედავთ, რომ ჟურნალისტები არიან სწორედ ამ აღჭურვილებს. სხვათაშორის უნდა გავუსვა ხაზი, რომ რეიტერის ჟურნალისტები თავიდანვე იყვნენ ამ აღნიშნულებით. პრესის სიმბოლიკა ჰქონდათ მათ გამოსახული და ამანაც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას გადაარჩინა ისინი. ასევე უნდა აღნიშნო მეცნიერებათა აკადემიასთან ჟურნალისტთა თავდასხმა. ეხლა იმ მომენტში მას ჰქონდა თუ არა არაფერი ეთყობოდა, რომ ის იყო ჟურნალისტი, გარდა იმისა, რომ თქვა ამ აქციების დროს ყველა ტელეფონებით და სხვადასხვა პატარა კამერებით თუ სხვადასხვა ჩამწერებით მოძრაობს და მართლა ვერ გაიგებდი რაღაც პერიოდის განმავლობაში ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მიდის ქუჩაში ისეთი თავდასხმა, ეს იყო კატასტროფის მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტებში სიტუაცია ხელიდან გაექცათ. ისევე როგორც იმ ბიჭზე თავდასხმა, რომელსაც სახეში წიხლი ამოარტყეს. ბევრი ფაქტია ისეთი, რომელიც საჭიროებს გამოძიებას. ამავდროულად ჟურნალისტების კვალიფიკაცია კომპეტენციასთან დაკავშირებით უნდა აღნიშნო ერთი, როდესაც მუდმივად საუბრობენ იმაზე, ვინ არის დაკავებული, ვინ არ არის დაკავებული. აქციის პროცესში ძალადობის ჩამდენი ადამიანების დაკავება ყველგან ხდება და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც ძალადობრივი აქციის დაშლის დროს მოძალადეების გამოვლენაზე საუბრობთ და სამართალდამცავ ორგანოებისგან ვითხოვთ სრულიად ლოგიკურად, რომ მათ მიმართ გაატარონ შესაბამისი მონაცემები, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ გარკვეული პროცედურების დაცვა არის საჭირო ამ დროს. ჩვენ რა თქმა უნდა მოვთხოვოთ მათ მოძალადეების დასჯა, მაგრამ ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ სამართლებრივად საბოლოო ჯამში სასამართლოზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი ნებისმიერი მოძალადის მიმართ,
აუცილებელია, რომ სამართლებრივი პროცედურები იყოს დაცული. და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც აქტიურად საუბრობენ და რომლის გავრცელებასაც ხელს უწყობენ ჟურნალისტები. ეს არის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართ რაღაცა გარკვეული ინდულგენციები. არავის არ აქვს ინდულგენცია. ვინც უნდა იყოს, კიდე ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი იყოს, გრებავს ჟურნალისტი იყოს და გრებავთ ექიმი იყოს და გრებავს მასწავლებელი იყოს და გრებავთ მეზობელი. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდეს, რა თქმა უნდა, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი იყოს სამართლიანი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველას მიმართ სამართლიანობა და არა ცალკეული ადამიანების მიმართ გარკვეული, ასე ვთქვათ, ინდულგენციების გაცემა, რადგან ის არის კონკრეტული სფეროს წარმომადგენელი. მსახიობი იქნება ის მომღერალი თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. და კიდევ ერთი, რომელზეც მე მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით ვისაუბრო. ეს არის არასრულწლოვანების გამოჩენა ტელეეკრანებზე. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არსებობს სტანდარტი, რომ არასრულწლოვანის სახის ჩვენება კადრში არ შეიძლება. და ძალიან ბევრი თქვენგანი, როდესაც სხვადასხვა სიუჟეტებს ამზადებთ, ან ფოტოებს აქვეყნებთ, იქ სახეს უფარავთ. თუ არ არის ეს წარმატებული ბავშვი, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ როგორც ვთქვათ, ევროვიზიაზე მოხდა, ჩვენი არაჩვეულებრივი ბავშვების, ბიჭების და გოგოების წარმატება, იქ რა თქმა უნდა ეს უნდა ვაჩვენოთ და არის სხვადასხვა გადაცემები, სხვადასხვა ტელევიზიების სპეციალური ეკიპები და ასე შემდეგ, სადაც ბავშვებს აჩვენებენ. მაგრამ როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მე-6 კლასელი ბავშვი, 9-10 წლის ბავშვი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ამას დიდი სიამოვნებით აჩვენებ ტელეეკრანზე, არ ვიცი ის წახალისებად კიდე ამ დროს. ეს არის კატასტროფა. თქვენ ყველა ძალიან კარგად იცით, რომ საკუთარი შვილები იქ არ მითხავთ და მათ პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებინებთ, ისევე როგორც დავუშვათ სტუდიებში აჩვენებთ ხოლმე 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. როდესაც მითხავთ თქვენი მცირეწლოვანი ბავშვები და სტუდიებში სვავთ და არის შვენიერი, ასე ვთქვათ, გადაცემები და კადრები ამასთან დაკავშირებით. რატომ არ მითხავთ თქვენი 9-10 წლის ბავშვები აქციებზე და რატომ არ აკეთებინებთ მათ პოლიტიკურ განცხადებებს და რატომ ახალისებთ იმ ბავშვებს, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ საპროტესტო აქციებზე, რომელსაც გარკვეული საათების განმავლობაში აქვს ძალადობრივი ხასიათი და შემდგომ უკვე ამ ბავშვის სიცოცხლე დგება საფრთხის წინაშე. ამიტომ ჟურნალისტები, როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების ან აქციის ორგანიზატორების თუ მონაწილეების პასუხისმგებლობაზე, ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც პასუხისმგებლები ვართ ამ საზოგადოების წინაშე და გვევალება, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საქმიანობას. მადლობა, დიდი კითხვას გაკისროთ, თუ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კითხავთ, რასთან გვაქვს საქმე და მუდმივად ის ბულინგი და თავის მართლების რეჟიმი, რაშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს გვიწევს მუშაობა, როგორ ახსნით ამ ყველაფერს და რა არის გამოსავალი. ის აქციები მათ შორის, რაც ყოველდღე იმართება. წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი მიუკერძოებელი მაუწყებელი. უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდი გულისწყივილი სხვათა შორის. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი ტელევიზია საქართველოში. მე ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ. მე ამას ვამბობ როგორც მაყურებელი. ტელევიზიები გადაქცეული არიან პოლიტიკური პარტიების პროპაგანდის საშუალებებად და აგიტაცია პროპაგანდის განყოფილებებად. მე ვისაუბრე უკვე იმის თაობაზე, თუ რა პრობლემას უქმნის ეს ჟურნალისტის პროფესიას და ზოგადად ჟურნალისტიკას. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა არის საზოგადოებაზე თავდასხმა, საზოგადოების ინტერესებზე თავდასხმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ინსტიტუტის ფეხქვეშ გათერვის მცდელობა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს უპირისპირდება, თვითონ იყო ჩართული პროცესში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღება ქვია და საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც დამოუკიდებელი მედია ინსტიტუტის შექმნა ქვია. დღეს ეს ადამიანები ცდილობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის წესრიგი დაადგინონ და შინაარსში შევიდნენ. მე როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი ვაცხადებ, რომ არ მაქვს უფლება რომელიმე გადაცემის შინაარსში შევიდე. არ მაქვს უფლება რომელიმე
ჟურნალისტს დაურეკო, რომელიმე პროდიუსერს დაურეკო, რომელიმე ოპერატორს დაურეკო და უთხრა რა თქვას, რა გადაიღოს და რა აჩვენოს ეთერში. მე არ მაქვს ამისი უფლება, რომ შინაარსში შევიდე საავტორო გადაცემების. ვერავინ ვერ იტყვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვერც ერთი თანამშრომელი, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, 4 წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც მე ამ საბჭოში მუშაობ, რომელიმე მათგანს დაურეკე და რომელიმე სიუჟეტთან დაკავშირებით შენიშვნა მივეცი, უსაყვედურე რამე, ან გარკვეული, ასე ვთქვათ, ცდელობა მქონდა, რა გაეშუქებინათ და რა არ გაეშუქებინათ და როგორ. და თქვენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაკავშირებთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გარდა იმისა, რომ ხართ მაყურებლები და როგორც აღმოჩნდა, აქტიური მაყურებლებიც ხართ, მიუხედავად იმისა, რომ აცხადეთ, რომ ამ არხს არავინ არ უყურებს და ძალიან აქტიურად უყურებთ თურმე, ბედავთ და საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევთ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამეურო საბჭოს წევრებს ეს უფლება არ გვაქვს. და ქუჩიდან ადამიანები ცდილობენ საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო საქმიანობაში ჩაერიონ. საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აბსოლუტურად ყველა პროცესს. ეუთო ოდილის დასკვნამ დაამტკიცა და დაადასტურა, რომ წინა საარჩევნო კამპანიას მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და თუ ვინმე ამბობს, რომ იქ არის ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლებას უფრო მეტად აშუქებდა, თუმცა იქვე ჩანაწერში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას მიმართ პოზიტიურად, ყველას წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად გააშუქა, ანუ ნეგატიური გაშუქება არ ყოფილა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ხელისუფლება იყო უფრო მეტად წარმოჩენილი. და ვის უფლის ეს? საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უარს ვერ ითხოვდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებაზე. ეს ხომ აბსოლუტურად ყველას ესმის, მათ შორის ეუთო ოდილსაც და სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებით მის დასკვნაში პოზიტიურად არის აღნიშნული მაუწყებლის საქმიანობა. რასაკვირველია ის, რა ხდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ რა ღონისძიებებით ტარდებოდა, ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი თავს ვერ დაუხუჭავდა. და ვერ გახდებოდა ტელევიზია, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად და მიკერძოებით აშუქებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის აქტიურობას. და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატებიც გამართა, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა და სამწუხაროდ ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ამისგან თავი შეიკავა. ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანაშაული. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას თავაზობს პლატფორმას. დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად აშუქებს აქციებს და ნებისმიერი რის დააკვირდება საინფორმაციო გამოშვებას ამაში დარწმუნდება. ზოგიერთ შეიძლება უკმაყოფილება ჰქონდეს იმაზეც კი, რომ ოპოზიცია ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი, მაგრამ საპროტესტო აქციებს სრულიად ბუნებრივია ოპოზიცია მართავს და ამ აქციების გაშუქების დროს რასაკვირველია ოპოზიცია იქნება წარმოჩენილი. მაგრამ ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე თავდასხმამ უკვე აბსოლუტურად მიუღებელი სახე მიიღო, ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ თანამშრომელს არ ეშინია არანაირი კრიტიკის, ვერავის ბულინგით ვერ დააბულინგებთ, ეგ აბსოლუტურად გამორიცხულია, მაღალკვალიფიციური, ცოდნით და კომპეტენციით და კვალიფიკაციით გამორჩეული თანამშრომლები ყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვერავის ვერ დააბულინგებთ, ძალიან დიდი ნებისყოფაც გვაქვს და ამავდროულად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის გადადგომას. ჯერ ერთი მე მგონი ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან კანონმდებლობა, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომლის შემუშავებაში თავის დროზე თვითონ აქვს მონაწილეობა მიღებული. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურო საბჭოს თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს თვითონ შეუძლიათ გადადგომა, მაგრამ მათ ვერავინ ვერ გადააყენებს. ხოლო სამეურო საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გენერალურ დირექტორისთვის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. ამას მეტილადად და საბჭოს წევრებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, არავინ არ აპირებს. სხვადასხვა არც გენერალური დირექტორი აპირებს გადადგომას, სულ თქვენ ეს მოთხოვნა და მოლოდინი. არც სამეურო საბჭოს თავმჯდომარე აპირებს გადადგომას, იმიტომ რომ სამეურო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სამეურო საბჭო. და ეხლა გეუბნებით საბჭოს წევრების განწყობას, უმრავლესობის განწყობას, რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის საკითხის დაყენებას საბჭოს ხდომაზე. ასევე ითხოვენ სამეურვეო საბჭოს ხდომის მოწვევას და სამეურვეო საბჭოს ხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესების განხილვას. ეს საერთოდ არ არის სამეურვეო საბჭოს საქმე. ანუ სამეურვეო საბჭოს საქმე არ არის ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესების საბჭოს დღის წესრიგში შეტანა განსახილველად. მათ შორის ტელევიზიის სამეურვეოც რო ჩავთვალოთ იმასაც. ასევე სამეურვეო საბჭოს საქმე არ არის ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გასაგებია. კაი, იმანწინ თავი დამკვირვოთ, რომ აგვერიოს. დიახ, მათი მოთხოვნები რაც იყო დღეს ბრიფინგი რაზეც ჩაატარეს ლაშაკრებუში და ბასილაია იყო, როგორც გითხარით, ითხოვენ შეკრებას, რომ განიხილონ ზოგადი მოვლენები და მათ შორის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები, ასევე ითხოვენ ეთერის გახსნას, თუმცა მოგეხსენებათ, რომ საღამოს ეთერი დათმობილი აქვს და შუადღის ეთერს ითხოვენ, აი ამ ყველაფრის შეფასება, რომ საპასუხო იქნას. კეთილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე არ არის განსახილველად გამოიტანოს საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესების საკითხი. ამას დღის წესრიგში ვერ შევიტანთ. სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა ძალიან კარგად იცის კანონმდებლობით რისი უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს და რისი უფლება არ აქვს. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეგვიძლია მსჯელობა, მაგრამ რატომ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი დღის წესრიგში? ის რაც არის პოლიტიკური პროცესი და რომელიც უშუალოდ არ ეხება სამეურვეო საბჭოს პრიორიტეტებს და არ ეხება უშუალოდ სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტს, რომლის დამტკიცების ვალდებულება გვაქვს საბჭოს წევრებს და ეს ბიუჯეტი დამტკიცებულია. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები უპირველესად უნდა ვიცავდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებს და არა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკურად აქტიური ტიპების ინტერესებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ჩვენი უფლება და მოვალეობა გაწერილია კანონმდებლობით და ჩვენი ვალდებულება არის მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების დაცვა. რაც შეეხება დღის ეთერების გახსნას. საღამოს ეთერში არის საგანგებო ეთერი, ასეთი გადაცემა, სადაც სხვადასხვა აქტივისტების, პოლიტიკოსების, ოპოზიციური თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლების თუ მათი მხარდამჭერების მოსაზრებებს ვეცნობით. და ეს არის ძალიან კარგი. ეს საშუალება აქვთ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებსაც, ჯგუფებსაც და პოლიტიკოსებსაც. რაც შეეხება დღის ეთერის გახსნას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და განსაკუთრებით საბჭოს წევრებმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადადის და შესაბამისად ინფრასტრუქტურის გადატანის პროცედურა არის ურთულესი პროცედურა. ყველაფერი არის გაწერილი დროში. შესაბამისად ამ დროსთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუ გნებავთ, როგორც ახლა ამბობენ, დედლაინი, რა დროშიც ჩვენ უნდა ჩავეტიოთ და მთლიანად უნდა გადავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკოსკაიას ქუჩაზე. ეს არის ურთულესი პროცესი, რომ ერთდროულად მაუწყებლობა ხორციელდებოდეს ახალი შენობიდანაც და ძველი შენობიდანაც. სწორედ ამიტომ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სამეურვეო საბჭო ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, რომ გადაცემების გარკვეული ნაწილი გადავიდეს რადიო ფორმატში, იმისთვის რომ მოეწყოს სტუდიების მოწყობა და იქ ინფრასტრუქტურის გამართვა, რომელიც აუცილებელია პირდაპირ ეთერში შეუფერხებლად მაუწყებლობისთვის და ამავდროულად გადაცემების ჩაწერისთვის. ეს არის შეიძლება ითქვას საუკუნის პროცესი, საუკუნის მშენებლობა მედიისთვის, რომელიც წამოიწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ 5 წლის წინ და ფაქტობრივად დაგვირგვინდა უკვე წლეულს და დამთავრდა უნიკალური შენობა, რომელიც იბიუს გენერალურმა დირექტორმაც კი, იბიუს პრეზიდენტმაც კი აღნიშნა, რომ ეს არის მართლა საოცარი შენობა და ასეთი შენობა იბიუს წევრ არც ერთ ტელევიზიას არ აქვს. ამიტომ მე ვთხოვ ყველას, სამეურვეო საბჭოს წევრებმა ძალიან კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და როგორ და საზოგადოების წარმომადგენლებს ვთხოვ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ერთადერთი ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლისგან. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი ტელევიზია. ყველა სხვა ტელევიზია, ხმამაღლა ვაცხადებ ამას, არის
კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი და არა საზოგადოების ინტერესების გამტარებელი. ყველას მოუწოდებ თავშეკავება გამოიჩინეთ. ეს პლატფორმა არის მართლაც ყველასთვის. და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უხელ მოვისმინე და დღეს იმედია ვიხილავ მე ამას. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ უნდა მოაწყონ ტელევიზია და ჩვენ დავინახავთ ასე ვთქვათ სტუდიას, გიე ქუჩაში სტუდიას როგორ მოაწყობენ. არაფერი სიახლე ამაში არ არის შემოწ ვიფასებო. თავის დროზე, როდესაც ლიცენზია ჩამოართვეს ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა სტუდია გადმოიტანა ქუჩაში და აკეთებდა ქუჩის სტუდიის გადაცემებს. შემდგომ ჩვენ ვნახეთ 3 წლის წინ, როდესაც სხვადასხვა ტელევიზიებმა სტუდიები გამართეს პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე. არაფერი პრობლემა არ არის. დადგით მაგიდან და ისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. არაფერი ამაში პრობლემა არ არის. გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას აქვს. მაგრამ თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის ხელის შეშლაში მუშაობის თავისუფლებაში. საზოგადოებრივი მაუწყებლები მუშაობს საზოგადოებისთვის და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების თუ სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების ინტერესების დასაცავად. დიდი მადლობა. კადრებისთვის რამოდენიმე ზურაბიშვილზე გკითხავთ, განცხადება გააკეთეს, რომ ისინი რჩებიან სასახლეში, ასევე ვიხილეთ პრეზიდენტის გამოსვლა ჯერ კიდევ მოქმედის, როდესაც ჯარს მოუწოდა, რომ მე თქვენს გვერდით ვდგავა, რომ აი ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, რას ელოდებით, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესები თქვენი აზრით, რა მოლოდინები გაქვთ ოპოზიციის ფონზე? დავიწყოთ ჯარით. ჯერ ერთი ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ჯარის გვერდით დგას, მაგრამ მან თქვა არ იცის, რომ ჯარი არ დგას მის გვერდით. ის არის სიმბოლური თავარსარდალი, ჯარი ექვემდებარება თავდაცვის სამინისტრს, გენერალურ შტაბს და ომიანობის შემთხვევაში ღმერთმა დაგიფაროს პრემიერ-მინისტრს. ასე რომ ზურაბიშვილის ეს მოწოდება იყო პროვოკაციული, ისევე როგორც პროვოკაციული იყო მამუკა ხაზარაძის განცხადება ჯართან დაკავშირებით. ჯარი არის ძალიან მოსაფრთხილებელი და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება ამ ინსტიტუტის მიმართ რაღაცა მკვეთრი განცხადებების გაკეთება. თავდაცვის ძალები არ ერევიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, ისინი რა თქმა უნდა ყურადღებით ადევნებენ თვალს, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, პატრიოტი მოქალაქეები და პირველ რიგში ქვეყანას საფრთხე დაემუქროს, საგარეო საფრთხეს გულისხმობ, რასაკვირველია, სწორედ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ ქვეყნის დასაცავად. ამიტომ მათ მიმართ ყველას გვმართებს ძალიან კორექტული დამოკიდებულება და ეს ეხება პრეზიდენტსაც, ჯერ კიდევ მოქმედსაც, ეს ეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სხვათა შორის ხაზარაძეც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რადგან პარლამენტმა მისი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. სხვათა შორის ეხლა ბოლო პერიოდში კეთდება განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილი. ძვირფასებო ხელისუფლების ნაწილი არის ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია, არის ხელისუფლების ნაწილი, კანონში წერია პირდაპირ. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრი, აფხაზეთის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი არის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი. სწორედ ამიტომაც აქვს მათ გარკვეული პრივილეგია, ამიტომაც აქვს მათ იმუნიტეტი. ხა მეორე საკითხი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის სად იქნება სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი ვეღარ იქნება ორბელიანების სასახლეში. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილის როგორც პერსონას სალომე ზურაბიშვილის 29 დეკემბრის ნაშრომებიდან აღარ ეყოლება ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ის აღარ იქნება პრეზიდენტი, აღარ ეყოლება დაცვა, პირადი დაცვა და ის შენობას, რომელსაც ორბელიანების სასახლეს ვუწოდებთ ჩვენ, პრეზიდენტის რეზიდენციას დაიკავებს უკანონოდ. პრეზიდენტის რეზიდენცია არის სტრატეგიული ობიექტი და სტრატეგიული ობიექტის უკანონო დაკავება არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, სალომე ზურაბიშვილს არავინ დააკავებს, იმიტომ რომ ძალიან უხერხული კადრებიც კი უხერხული იქნება ტელეკადრები, სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით, არავინ არ დააკავებს, მაგრამ
ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან ერთად იქნება, შენობაში სტრატეგიულ ობიექტში, უნებართოდ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს დაეკისრება სიცხის სამართლის პასუხისმგებლობა. ამიტომ ამ სიფრთხილის გამოჩენა სჭირდება ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მუშაობენ და რომლებიც სხვათა შორის ერთი ფაქტორია კიდე გასათვალისწინებელი, რომლებიც ავტომატურად არ იქნებიან გათავისუფლებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლობის თანამდებობიდან. ისინი ჩვეულებრივად იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ოღონდ ისინი ვეღარ მოემსახურებიან სალომე ზურაბიშვილს. ავტომატურად დაექვემდებარებიან ახალ პრეზიდენტს მიხეილ ყავერაშვილს. ეს არის კანონმდებლობით. ასე, თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ არ უნდა იყოს ადმინისტრაციის თანამშრომელი, მაშინ მას შესაბამისად იურიდიულ ფორმალობას უნდა მიმართოს, უნდა გათავისუფლდეს იმ თანამდებობიდან და თუ კი იმ სასახლეში კიდევ დარჩება მისი უფლებამოსილების გარეშე, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ჩაითვლება კანონდამტვრევად. და ჟურნალისტებს ვკითხავთ, ბრძანეთ, რომ ამ პროფესიაში მიდის დაპირისპირება, ჩვენ ასე ვნახეთ სხვადასხვა პროფესიებში აქტიური დაპირისპირებები და ერთი მომენტი, როდესაც სწორედ ჟურნალისტები წარმოვიდგნენ ერთგვარად აქციებიდან პოლიტიკური განცხადების ასე ვთქვათ ავტორებადაც. ბრძანეთ, რომ არასრულწლოვნები არ შეიძლება, მაგრამ ასევე რამდენად სწორია, როგორც ჟურნალისტი ბრძანდებით, რამდენად სწორია ჟურნალისტი აშუქებდეს მიმდინარე აქციას, პირდაპირ ეთერში ამ დროს ის გვეუბნებოდეს რაღაც პოლიტიკური განცხადებების გამკეთებლად, ანუ აკეთებდეს პოლიტიკურ ერთგვარად ლიდერის ფუნქციას ითასებდნენ, რაც ძალიან ხშირად ვნახეთ. აქვე იმასაც დავამატებდი, რომ აი ბრძანეთ დაცვის თვალსაზრისით. ხომ არ იყო მიზანმიმართულად იგივე ამ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ ეს საკუთარი ჟურნალისტებიც კი გაეწირათ, ანუ ყველაფრის ფასად მიიღოთ იქ რაღაცა მე არაფერს გამოვრიცხავ აქციის ორგანიზატორების მხრიდან შესაძლოა იყო კიდეც ამგვარი რა ჩაფიქრებული, ფაქტი ის არის, რომ ჟურნალისტები გაილახნენ და ძალიან მძიმე ტრამვებიც მიიღეს. იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე მათგანის ეს ასე ვთქვათ ტრამვები არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, რომელიც ასე ვთქვათ რამდგომარეობია მიღების შემთხვევაში ჩვენ ყველანი ძალიან დამწუხდებოდით, მაგრამ შეიძლება მათთვის მომგებიანიც კი ყოფილიყო, თუ კი ტრაგიკულად დასრულდებოდა ეს ამბავი განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ და ესენი აგებდნენ ასე ვთქვათ თავიანთ თვისწესრის შემდგომ უკვე ჟურნალისტის გარდაცვალებას. ეს მე უკვე ვილაპარაკე, რომ საქართველოში ტელევიზიები ფაქტობრივად არ არსებობენ, ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტებს, რომლებიც აქტივისტები არიან, ჩვეულებრივი პარტაქტივისტები არიან. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები რესპონდენტებს, მათ შორის არა მხოლოდ მოქალაქეებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ, არამედ პოლიტიკოსებსაც კი შეკითხვის დასმის დროს კარნახობენ რა უნდა უპასუხონ. ეხლა როდესაც ჩვენ ამას ვხედავთ, როდესაც ჩვენ ამას ეკრანზე ვხედავთ, როდესაც ჩვენ ამას პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ჟურნალისტი მიუქცევად გააშუქებს ნებისმიერ მოვლენას, ნებისმიერ პროცესს. ყველაზე ტრაგიკული ამ შემთხვევაში, აი ამ აქციების შემდეგ, რაც მოხდება, დავთავრდება ეს აქციები, როცა იქნება დაუსრულებელი არაფერია. ყველაზე ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ჟურნალისტები. არ შეიძლება ამის გაკეთება, არაფრით არ შეიძლება. საკუთარ თავს ნებენ კატასტროფულად ის, რომ ვიღაც მიდის, ეხლება, კოცნის, რა კარგი ხარ, რა ჭკვიანი ხარ, რა ლამაზი ხარ, რა ყოჩაღი ხარ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ დაუშვათ შეერთებულ შტატებში აქცია იმართებოდეს და CNN ჟურნალისტთან, ან NBC-ის, ან CBS-ის ჟურნალისტთან, ან ლონდონში აქცია იმართებოდეს და BBC ჟურნალისტთან, ან გერმანიაში აქცია იმართებოდეს Deutsche Welle ჟურნალისტთან მიდიოდეს აქციის მონაწილე, რა ლამაზი ხარ, რა ჭკვიანი ხარ, რა კაი გოგო ხარ, რა კაი ბიჭი ხარ, ამას ეუბნებოდეს. ეს ხო აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ანუ ჟურნალისტები გახდნენ ყველაზე აგრესიული აქტივისტები საპროტესტო აქციებზე. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს არის პროფესიის დისკრედიტაცია. თითოეული ამ ადამიანის ზოგი სტუდიაში ზის და სტუდიიდან მოუწოდებს ხალხს აქციებზე გამოსვლისკენ, ზოგი აქციაზეა და აქციიდან მოუწოდებს ხალხს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში აქციად. არ არის ჟურნალისტის საქმე. ჟურნალისტის საქმე არის, რასაც ხედავს
ის მიაწოდოს ის ინფორმაცია მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს და არა ის, რომ მოუწოდოს კონკრეტულად, მაშინ თქვენ პირდაპირ აქტივისტები არიან. სხვათაშორის ერთხანობას ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და დაუწოდეს იმას ტექნიკური მთავრობა. მისმენთ სცენიდან პოლიტიკურ გამოსვლებს, როდესაც საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, თვითონ ეძახიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში და ასევე წელიწამყვანები. ტრიბუნიდან პარლამენტის წინ მიტინგზე მოუწოდებენ, რომ უნდა შეფილიყო, უნდა გადამდგარიყო მთავრობა და უნდა შეფილიყო ტექნიკური მთავრობა. ხა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და მართლაც იციან ძალიან კარგად, რომ ჟურნალისტის საქმე არ არის მთავრობის ჩამოყალიბება. ამბობენ, რომ ეს აქციები არის საზოგადოების მიერ და არაფერ შუაში არ არიან პოლიტიკოსები. ანუ ორგანიზებას არ უწევენ პოლიტიკოსები. ამ დროს აქციის მონაწილეები მოითხოვენ აქციის დაპატიმრებული მონაწილეების გათავისუფლებას, რაც შეიძლება საზოგადოება მოითხოვოს და ახალი არჩევნების ჩატარებას. არჩევნების ჩატარება არის პოლიტიკური პროცესი. ანუ ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა. როგორ შეიძლება პოლიტიკოსების გარეშე ვინმე ჩაატაროს არჩევნები. და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეხლა დავუშვათ ეს არ მოხდება რასაკვირველია, მაგრამ რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაც სცენარები რომ გამიხილოთ. ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში? ხო, ანუ მაგაზე ამბობენ. ეს ხო ცხადია. ამავდროულად ჟურნალისტები აცხადებენ 4 გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები. არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ლიდერები იქნებიან. და ასე შემდეგ. რომელ არჩევნებში გაიმარჯვეს ამ ლიდერებმა? გაყალბებულ არჩევნებში? გაყალბებულ არჩევნებში მოიგეს? თუ არჩევნები გაყალბდა, ესენი როგორ არიან გამარჯვებულები? და თუ ესენი გამარჯვებულები არიან, რა თქმა უნდა, დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა, ესენი გამარჯვებულები არიან. იმიტომ რომ არ გადაალახეს 5%-იანი ბარიერი და დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილები, მათი უფლებამოსილება ცნობილია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოიპოვეს ახალ პარლამენტში, დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობა. მათ ზოგადად გაიმარჯვა ამ 4 პარტიამ, ზოგადად გაიმარჯვეს ამ ადამიანებმა. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლ პარტიას მოუგეს არჩევნები. კი ბატონო, ერთსაც კითხავთ, ანუ პროფესიების დაპირისპირებას ვხედავთ. ჩაივლის ეს პროცესები თავისთავად რა ყველაფერი ლოგიკურ კალაპოტში უნდა მოხდეს. როგორ ხედავთ შემდგომ აი ამ პროცესებს პატარა ქვეყანა ვართ და ამ პროცესებს პროფესიებში დაპირისპირება სპორტსმენები იქნებიან, ხელოვნების წარმომსახიობები, არ ვიცი და როგორ ხედავთ მომავალს ამ პროფესიების ადამიანების ურთიერთობას? პირველად საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირება დამოკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაჩნდა 91 წელს. ამაში აქტიურად იყვნენ ჩართული ადამიანები, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და დღესაც ამ რევოლუციურ პროცესებში ერთგვარი ასე ვთქვათ შროშანები არიან და რაღაცა განსაკუთრებულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს და საკუთარ მნიშვნელობას და ამ საზოგადოების ნაწილიც აქციის მონაწილეებიც მათ მიმართ განსაკუთრებულ ასე ვთქვათ სიყვარულს გამოხატავენ. სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და მაშინ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდა. მსგავსი დაპირისპირება ეხლა მოსალოდნელი არ არის. ჩვენასაც უყურებთ, ეს არის ცალკეული ინდივიდების სურვილი, რომ აქტიურად დააპირისპირონ საზოგადოება. ერთადერთი მე ვამბობ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად პროფესია იკარგება ამ პროცესში და ჟურნალისტები პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, თორემ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დაუშვათ იგივე მარშებს აწყობენ, ექიმების მარში იქნება ეს თუ რაღაც სხვადასხვა მომღერლების მარში და რეჟისორების მარში თუ მსახიობების, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ეს ადამიანები ერთთვის მერე ორთვის მერე როცა იქნება ეს ყველაფერი დამთავრდება, დაბრუნდებიან სცენაზე და ისევ შეასრულებენ თავიანთ როლს, დადგენ სპექტაკლებს, გადაიღებენ ფილმებს და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულება, სხვადასხვა ესეთი კლუბური დამოკიდებულება და განსაკუთრებული ასე ვთქვათ ჯგუფების შექმნა ყოველთვის იყო, მათ შორის კომუნისტების პერიოდშიც კი იყო. როდესაც რეჟისორებს ყავდა თავიანთი ლუვიჩიკი მსახიობები და დღესაც ასეა.
და მომავალშიც ასე იქნება, ასე არის სხვადასხვა ამერიკაშიც. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. ეს ფართო საზოგადოებაში ამ დაპირისპირებას ვერ გააჩენს. მე მინდა ერთ რამის მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ხდება რუსთაველის პროსპექტზე, ეს არ ხდება მთელ ქვეყანაში. ტელევიზიები, განსაკუთრებით ოპოზიციური ტელევიზიები, ცდილობენ, მაქსიმალურად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ თითქოს მთელი პროცესი არის რუსთაველის პროსპექტზე. ეს ასე არ არის ნამდვილად. ხალხი ემზადება ახალი წლის შესახვედრად. არაერთის დამოკიდებულება არც ერთ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ სცადეს, რომ ბათუმში მოეწყოთ ეს, ქუთაისში მოეწყოთ, რაღაც თელავში მოეწყოთ, გორში მოეწყოთ, არ გამოუვიდათ არაფერი. მე სცადეს ხალხის ჩამოყვანა თბილისში, კი ჩამოიყვანეს, მაგრამ როგორც ყოველთვის ამჯერადაც სპეკულაციების თემა გახდა რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი ადამიანები. რუსთაველის პროსპექტი არის კილომეტრი ნახევარი. სიგრძეში. სიგანე არის 20 მეტრი. თუ გავამრავლებთ რაოდენობაზე, ანუ რუსთაველის პროსპექტი 1500 თუ გავამრავლებთ 20-ზე, მივიღებთ იმ რაოდენობას, რომელიც გაცილებით ცოტა ვიდრე მუდმივად აცხადებენ ხოლმე. არანაირი 200,000 ადამიანი რუსთაველის პროსპექტზე თავიდან ბოლომდე ძეგლიდან ძეგლამდე, ანუ თავისუფლების რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედანზე ძეგლამდე 200,000 ადამიანი არ ეტევა ფიზიკურად არ ეტევა და ყველაფერი ხო საბოლოო ჯამში მათემატიკაა ვეკლო და კომაროვი რო გაერთიან და კითხო ნაბაიბრად ეხლა გაამრავლებთ და მე ნახავენ რამდენი ადამიანი დაეტევა. ტყუილია ყოველთვის ტყუილს ამბობენ ხოლმე, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ხალხი მასობრივად რომელსაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, არ უჭერს მხარს იმ პარტიებს, რომლებაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ არა აქვს ქვეყნის მთლიანად მხარდაჭერა. ერთი საკითხი კიდე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე ჩვენ დავინახეთ ოპოზიციური ზეიმი, როდესაც გამოქვეყნდა exit polls შედეგები. იმ exit polls შედეგებში ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას რაც ეწერა ორივე exit poll თანაბარი იყო. შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი შედეგები როდესაც გამოქვეყნდა, პირველი შედეგი იქაც ზუსტად დაემთხვა. საბოლოო ჯამში შემაჯამებელ ოფისში რაც წერია, იქაც დაემთხვა. ანუ ხაზარაძის და გახარიას შედეგები ფორმულას კვლევით, თავარი არხის კვლევით, ტეორიის პირველი გამოაქვეყნა ემთხვევა შემაჯამებელი ოფისის შედეგებს. არ ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის და გვარამია ელიას პარტიის შედეგები. იმიტომ რომ უფრო მეტი დაუწერეს საკუთარ თავს და სინამდვილეში ეს ხმები, სინამდვილეში მიიღო მართლმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ. აი ეს ვითარება გვაქვს ჩვენ ახლა. ხალხი რას აპროტესტებს? რომ გვარამია ელიამ და ხაბეიშვილი, ბოგუჩავა, სააკაშვილი, კეზერაშვილი და ამათმა უფრო მეტი ხმა მიიღეს და ხელისუფლებამ გაუყალბა. ანუ ეს ხალხი მაგას ითხოვს, რომ კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ბოგუჩავა, სააკაშვილი უნდა მელია და გვარამია უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა ხალხი ამას არ ითხოვს. ამიტომ არის ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გაალბებას რეალობის და ამ ვირტუალურ რეალობაში აღკვეთით აცხოვრონ ხალხი. არა ამ საქმიდან არაფერი გამოვა. არ გამოვა არაფერი. ეს არის აბსოლუტურად სრულ მოლოდინი მათი მხრიდან.